კარგი ეპიზოდი და ხარატიშვილი გამოდის თამაშობს ბურთზე, კარგად კიდევ ერთი კუთხური იქნება. ივაგელაშვილი კიდევ ერთი დარტყმა მისი მხრიდან და კიდევ ერთი მომენტი იბერიას. გაგრძელდა შეტევა კირკიტაძე, გავიდა ეს პასი და ახლა უკვე ქარდავა მოქმედებს შესანიშნავად ეხმარება თავის გუნდს. დარტყმა კიდევ ერთი პირველი ზუსტი სტუმართაგან და დაარტყა ჩიტეიშვილმა, მაგრამ არ იყო განსაკუთრებული სირთულის დარტყმა ეს მაკარიძისთვის. კალანდარიშვილმა ბურთი მოიპოვა, წამოვიდა შეტევაზე, ბლესასთან გაითამაშა, პასით საპასუხო მიიღო, კარგი გამჭოლი გადაცემა, დარტყმა ვერავინ ვერ შეძლო, მაგრამ კირკიტაძემ ბურთი თამაში დატოვა და ჩიტეიშვილმა შემოირბინა საჯარიმოში. კირკიტაძის ბრუნი აგრძელებს სვლას, დაბალი პასი საჯარიმო მოედანში, პასი გავიდა კალანდარიშვილის დარტყმა და 0-1 არეულობა დაცვაში, ქაოტური მოქმედებები, რამდენიმე მარტივად გაკეთებული ზუსტი პასი იბერიელთა საჯარიმო მოედანში, რაც სრულდება ნიკოლოზ კალანდარიშვილის მიერ გატანილი გოლით და იბერია 2025 წლის სეზონში უშვებს პირველ გოლს. მოკლედ იყო მესამედში დაშვებული რამდენიმე შეცდომა ბოლო წუთებში და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა აი ასეთ ეპიზოდამდე. ეს კალანდარიშვილის ჩართვა შეტევაში იყო მნიშვნელოვანი, თავადვე დაიწყო ეპიზოდი. ჩაგდება საჯარიმოში, დარტყმა და ძელმა გადაარჩინა. დინამო ბათუმი ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ბათუმ პროსტორეთ იბერიას ფეხბურთელებს და რა გოლი გავიდა ამ ეპიზოდში. იური ტაბატაძე ძელმა იხსნა ბათუმელები, მაგრამ შემდეგ უკვე ხსნა ბოლომდე არ გამოვიდა. პირველი ტაიმის ბოლოს გააქტიურებულმა იბერიამ უკვე მეორე ნახევრის სტარტზე შეძლო თავისი უპირატესობის გაგრძელება. იმ ჯარიმას მოყვა ეს ყველაფერი. ძალიან კარგი იყო ტაბატაძე, როგორ მარტივად მოატყვა მოწინააღმდეგეს. შემდეგ პასი საჯარიმოში, ქარდავას დამუშავება, უპირატესობის ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელის მიერ ბურთის ძალიან კარგად დამუშავება და ტაბატაძე როგორი უცნაური ტრაექტორია მოხაზა ბურთმა. ტაბატაძე მარცხენა ფლანგიდან ნახოთ რას მოახერხებს. ბურთი მიიღო მის წინააღმდეგ, ორი მეწინააღმდეგია კარგად გაცდა კაფიანიძეს, დატოვა ბურთი თამაში, კარში დაარტყა, დამატება თუ იქნება არა, მაგრამ ყოჩაღ მეიკარის შემდეგ ქარდავა და იბერია კარხასიაძე მოვიდა და შეტევებს მიჯრით ახორციელებს. დარჩა შეტევაში დინამო ბათუმი, კარგი პასი, დარტყმა არ გამოვიდა, მაკარიძე ბურთცხელებში დაიჭერს. ჩაწოდება საჯარიმოში იყო ძალიან საფრთხო. დატრიალება კარისაკენ. გიორგი ტაბატაძემ იარა ძალიან კარგად დარტყმაც საფრთხო გამოვიდა და საბოლოოდ დაცდა კარს. ჯინჯოლავა მას კარგი შორეული დარტყმა აქვს და დაარტყა კიდეც საფრთხოდ, თუმცა ძელმა გადაარჩინა ახლა დინამო ბათუმი.